სარჩელი 230 მილიონზე სწორედ ამ თანხის ამოღებას გეგმავს ქართული ოცნების ლიდერი საქართველოს ბიუჯეტიდან საერთაშორისო არბიტრაჟის დახმარებით. 80 მილიონის მაგდვირად სამაგის ამოღებას. არა, ბატონ ბიძინა, დავაზუსტებ უბრალოდ შეკითხვა. აღარ მახსოვს ბატონ ბიძინა. რომელზე პასუხის გაცემაც ბიძინა ივანიშვილს არ სიამოვნებს იმ სარჩელს ეხება, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების ლიდერი საქართველოს ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავს. მის მიერ სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნილი თანხა ჯარიმის სახით გადახდილ ეგრეთ წოდებულ საქველმოქმედო 80 მილიონს სამჯერ აღემატება. ხო ახლა მორალზე გინდათ მესაუბროთ, რომ როგორ ბედავთ, რომ სახელმწიფოდან და ხალხის ფული. მე როგორ გავაბედედი ახლა თქვენ გინდათ მორალზე მომიცოდოთ, რომ ხალხის ფულზე მაქვს პრეტენზია, ხალხის ფულზე კი არ მაქვს პრეტენზია, მე მაქვს პრეტენზია სამართლიანობაზე. ზეწოლა გრძელდება ინფოცხრის ჟურნალისტებზე. სააგენტოს ზესტაფონის ბიუროს ჟურნალის ეკატერინე დუგლაძეს მედია ჯგუფი 6 კაციანი შემადგენლობით უკვე არასამუშაო დროსაც დასდევს და პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამს. ხულოში კი ქართული ოცნების აქტივისტების აქციაზე ინფოცხრის ჟურნალის ფიზიკურ შეურაცხყოფას ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისწევრები აყენებენ. პროცესში ჩაერთვენ უკვე მაღალჩინოსნებიც ინფოცხრის ჟურნალისტებს ხალხის მოსისხლე მტრებს უწოდებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. ინფოცხრის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე სამართალდამცველ უწყებებს არანაირი რეაქცია არ აქვთ. ზემოთ არის ბავშვი. დიახ, ასე ფორმით ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს, ოჯახი მყავს. თხოვნის მიუხედავად ეკატერინე დუგლაძეს 6 კაციანმა ჯგუფმა მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცა. უფრო მეტიც ალისტრახო როხაძის ჯგუფი პროვოკაციულ შეკითხვებს არც მაშინ მოერიდა, როდესაც ინფოცხრის ჟურნალისტი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად სეირნობდა. კადრისთვის, რომ მიიღება თქვენი ამსაყით ოჯახის. ეს ასეთი უამრავი. ამ შემთხვევაში თქვენ ახლა რაიმე დევნას განიცდით, შემო როდესაც კითხვას გისვავთ? გინდოდათ ხალხი მდგომარეობიდან გამოყვანა და ძალადობა, ეს ხომ არ არის უფრო მეტად. ქალბატონო ეკატერინე, გითხარით. და როგორც ინფოცხრის ცნობილი ჟურნალისტი, თქვენი აზრი არის საინტერესო, როგორც საზოგადოება ისე მოგმართავთ. და გითხრათ. მითხარით. ამ შემთხვევაში ჩაქრავის ბიუჯეტი მენდენდა შეგიძლიათ ნახო. ნერვიულობის გარეშე პროფესიონალი ჟურნალისტი ბრძანდებით, ქალბატონო ეკატერინე. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი პრეს-სამსახურის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი. აი რა პროფესიონალი ნერვიული საფრთხეშია ვერ იყო. ნომერი ვერ აკრიბა და ნომერი ვერ აკრიბა ნერვიული. ეს დევნა ქალბატონო ეკატერინე, როდესაც თქვენ ესე მიდიხართ ხალხთან რომ აიღოთ ინტერვიუ, ეს დევნა, ანუ თქვენს დევნას ახორციელებთ? ესაც თქვენ ჩვენს მიმართ ძალადობაზე ხარ არის. იქნებ თქვენ მაინც გვიპასუხოთ, რატომ აღწევს ქალბატონი ეკატერინე პასუხს. იქნებ გვიპასუხოთ ერთ კითხვაზე მაინც. თქვენ თავისუფლებ ამ თქვენმა? მომზადილი არა ხართ ქალბატონო ეკატერინე, არც მითითება არ მოგცეს და მაგიტო არ გვესაუბრებით? ესეთი უპატივცემობა საზოგადოების მხრიდან თქვენ მხრიდან რამ გამოიწვია საზოგადოების მიმართ? რამ გამოიწვია გაეცით ხალხს? ნუ თავხედოთ, დატოვეთ ახლა. არას მიშოვთ თავხედოთ ქალბატონო ეკა. თქვენი მუშაობა თავხედობას ნიშნავს. ამას ხედავთ. თქვენი მუშაობა თავხედობას ნიშნავს ქალბატონო. უცას მოგარკვევთ ის ლამაზი იყო. არის რა ხო წადინეთში შულთან ერთად და არ მინდა გიბუროთ. თქვენი მუშაობა თავხედობას ნიშნავს ქალბატონო. სამუშაო საათებზე არ მინდა. სამუშაო საათები დავასრულე. წაბდა. მათი გამოიყურა. მუშაობთ მაშინაც. ანუ თქვენ სეტიკა შეხვაშეკი შემთხვევა. ჰა? სამსაწევდებით რატო არაფერს არ აკეთებთ? მაგასაც ბატონი ბიძინა გავალებ, ჩვენ გაიქცეთ ჟურნალისტებს. ინფოცხრის ჟურნალისტ ხალხის მოსისხლე მტერს უწოდებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. ხმამაღლა გეუბნებით, აი ამ ხალხის თვალწინ. მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ქვეყნის მტერი. ინფოცხრის ადვოკატმა პროკურატურას არაერთხელ მიმართა განცხადებით, თუმცა უშედეგოდ. ინფო9 საქმის მასალების გადაცემას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავს. შავი პიარის ტექნოლოგიები ქართულ პოლიტიკაში ტელეეთერში სარეკლამო რგოლები გადის, რომელთა ერთადერთი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია. თქვენი ორგანიზაციის პოლიტიკური მიზნები არ განსხვავებული. განსხვავებული თუ იურიდიულად მეყვებით კი. ანტირეკლამა ორგანიზაცია Georgia Not for Sale, ანუ საქართველოს არ იყიდებას დამზადებულია. ამ ორგანიზაციას ღია აქვს პოლიტიკური მიზნები განცხადებული, რაც ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას გულისხმობს.
კამპანია ანტისარეკლამო კლიპებს ამზადებს და როგორც ფასიან რეკლამას ტელეეთერში ათავსებს. ელდანის ციხეში გარდაცვლილი კიდევ ერთი პატიმარი ოჯახს ინფაქტის ვერსიის არ სჯერა. პატიმარი გაგი ელიბეგოვი კოალიცია ქართული ოცნების წევრის გიორგი ელიბეგოვის ძმა იყო. ოჯახის წევრები გარდაცვლილის კეფაზე აღმოჩენილ სისხლის კვალზე საუბრობენ. ამის გარდა ისინი ვარაუდობენ, რომ ელიბეგოვი 3-4 დღის წინ გარდაიცვალა და არა გუში, როგორც ამას საპატიმროში აცხადებდნენ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ უნდობლობის გამო გარდაცვლილი პატიმრის გაგი კელიბეგოვის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრს მიმართა. ექსპერტის დასკვნით გარდაცვლილს კეფის არეში სისხლის კვალი აღენიშნება. დავასვალიერებ სხეული, ბუნებრივი ახლა ესეთი ინექციის კვალი, სიჩაქცეების კვალი, რომელიც აშკარად მიუთითებს რეანიმაციულ ღონისძიებებზე, ყოველ შემთხვევაში ვიზუალური დათვალიერებით არ არის გამოკვეთილი. საპირისპიროს აცხადებს სასჯელახსრულების სამინისტრო, რომელიც პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ინფარქტს ასახელებს და ამტკიცებს, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მყისიერად დაეწყო.